მადლობა ხომ იცანით, კატო ვარ. ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ძალიან ბევრი ამბავი მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემმა ძმამ სანდრომ როგორც იქნა სკოლა დაამთავრა. Ai მაგას რომ უყურებდი, მაგიტომ უფრო არ მინდა სკოლაში წასვლა. სულ ეზარებოდა და სულ რაღაცას იგონებდა. არა და ბებია ჩემი, სანამ არ გამოაფხიზლებდა, არ ეშვებოდა. მოკლედ სანდროს დიდი წამება დასრულდა. და როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს. რაც უდია, სადმე წასვლა როცა არ გინდა და გაძალებენ. Ai მე სულ მიხარია საბავშვო ბაღში მისვლა და ჩემ მეგობრებსაც ძალიან უხარი. Ai თუ გინდა ვკითხავ. ელენე ხო გიხარია საბავშვო ბაღში წასვლა? ძალიან მიხარია. ეხლა ჩემი სახლის ამბები. ისე სამზარეულოში უნდა შევიწყიდოთ. აქ სულ ტელევიზორია ჩართული. მამა შენი ზარს ველოდები. შენ კი საათზე მეტი არას ტელეფონთან ხარ. და ბებია ჩემი, ჩვენ თუ არა ვარ, ტელევიზორს ელაპარაკება. ახლაც ვიღაცას ელაპარაკება. შენ გაიხარა, ეს ბიჭი გადასცა, ეს გოგო არ ვიცი რა, ეს ვინ არის? ბებო, ვის ელაპარაკებოდი? ამაზე პასუხს არასდროს არ მცემს. დარწმუნებულია, რომ ვერ გავიგებ. ბებო, არ გესმის? ვის ელაპარაკებოდი? კატო, მოდი ბებო გენაცვალო, ბებოს სიხარული. რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ მელაპარაკები, როგორც პატარას. დედა, კაი რა, რით ვერ დაიმახსოვრე? აღარ არის ეს ისეთი პატარა ენის მოჩლექით რო ელაპარაკო. კაი ხო, ლაშა როგორ არის? ლაშა მამა ჩემია ხომ გახსოვთ? რავი, სიცხე აქვს ისევ მაღალი. მამა ჩემი გაცივდა და სიცხე აქვს. კატო, დროზე ისაუზმე, დღეს მე წაგიყვან ბაღში. ეს თუ წამიყვან საუცილებლად დავაგვიანებ. და არ მიყვართ ბაღში დაგვიანება. მალე წავიდეთ რა. დროზე ისაუზმე და აღარ დაგაგვიანდება. კაი ხო, დამისხრი papa. ეხლავე შენ შემოგევლოს ბებო, ჩემი პატარა. კიდევ პატარაო ხო? არაფერსაც არ შევჭამ. Ai თუ ეგრე არაფერს არ შევჭამ. არა, რა პატარა, რას ამბობ, ისევ თქვი ბებო, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. კაი, შევრიგდეთ, მასე ნომიყურებ, შენ შემოგევლო. დე, დღეს მეგვიან მოვალ სამსახურის მერე, გოგოებს ხვდები და კატო შენ გამოიყვანე ბაღიდან. ელენეც გესმის? გასაგებია. ელენე ჩემზე პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თანაც ჩვენი დედები კლასელები იყვნენ. ისინიც მეგობრობენ. უიმშია რა. სანდრო, სანამ სკოლაში დადიოდი, ერთხელ არ გაგიღვიძია დილი და ახლა რა ხდება? საქმე მაქვს. საქმე მაქვსო? ხო არ მომესმა. არა, ბებო, ნამდვილად არ მოგესმა. დღეიდან სულ ამ დროს გავიღვიძებ. არ მჯერა. კაი, სანამ დაიჯერებ, წოინ და ბუტებროდი გამიმზადე. გთხოვ დროზე. კი ბატონო, ბუტებროდი ყველით თუ ძეხვით? ორივე იყოს. იყოს ორივე, ახლავე. ისე sənəm butebrodi გამზადება ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. დიხნას ვიყავი ამ ზამთარს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედი. სტამბულში მეც იშვიათად ვარ. ამედან აილესი და უზაკი 4 წელზე მეტი აღარ ყოფილა. ჩვენი სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. მართლა? შეურიგდი გოგო შენც რა მოვისამოსვლა შეცდომა. უჰარა მაქვს ამათი თავი. სანდრო, მოდი ბებო მზად არის შენი ბუტებროდი. მადლობა. ბებო როგორ გამახარე ჩემო სიცოცხლე. აი უკვე დაგეტყო დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდები. უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. თან ესენის დილიდან ყველანი მიდიან და სახლში სული სიწყნარე იქნება იმეცადინე და იმეცადინე. მე თუ დილიდან მეცადინეობას დავიწყებ, მერე შენ რაღა გეშველება. შენ საყვარელ სერიალებს ხო ვეღარ უყურებ?
უი, მე რას ამბობ, ოღონდ ჩემი მეცადინე და სერიალებს საერთოდ არ შევხედავ. დაურეკავ მერის და დაწვრილებით მომიყვება ყველაფერს. სულაც არ მჭირდება ყურება. ოღონდ ჩემი მეცადინე და ისე საიდან მოიტანე რომ მეცადინეობას ვაპირებ? აბა, დღეიდან მუშაობას ვიწყებ, ბებო. მუშაობას. მე ხუმრები, ხო? არა, მართლა გლოვოზე. რა, ახლა არ გადამრიო. დიახ, ასე რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენს გამოძახებულზეც მოვიდე აქ. კი, მაგრამ როდის უნდა მოასწრო თან მისაღები გამოსდები, თან მუშაობა? არსად ჩაბარებას არ ვაპირებ წელს. რა, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მინდა. შეიძლება სულაც არ მინდოდეს უმაღლესში სწავლა. რებს ამბობ, სანდრო? შენმა მშობლებმა იციან? დიახ, რა თქმა უნდა. კაი, გავიქეცი, დიდი მადლობა. მე ხომ სადარდებელი არ მელევა რა. ბებო, მე ჩავაბარებ უმაღლესში. შენ თუ ასე ძალიან გინდა. წავედით. აბა ერთი კვირით გამშვიდობები. და მალე გაიგებთ ახალ ამბებს. შამი თათრი კარავიდან.